უვარდება თავრობას ხوار უძახი გადადეკითხვა წამალს ხო ეს დალოცვილი შვილები არ ხაოთ ხალხო თავრობის კანცელარიასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მორიგ აქციას მართავენ ისინი კობახიძესთან შეხვედრას მესამე თვეა უშედეგოდ ითხოვენ შენობის შესასვლელი პოლიციის კორდონით არის ჩაკეტილი სამართალ დამცველები მშობლებს შიგნით შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ პოლნისელი აქტივისტის თქმით ოცნების მხარდამჭერები თავს დაესხნენ ნურადი ნაბიევი ამბობს რომ 14 აპრილს მას 7 პირი ფიზიკურად ჯგუფურად გაუსწორდა ის ვარაუდობს რომ თავდამსხმელები ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან აქტივისტის განმარტებით მას თავს რამდენიმე დღის წინაც დაესხნენ აიათოლა ალი ხამენეის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ახალციხეში ბრალდებულს რომელმაც დაზარალებულთან უკანონოდ გადაიღო სქესობრივი აქტის შემდეგ კი ინსტაგრამზე მის ყოფილ პარტნიორს გაუგზავნა 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა გარდა ამისა ის კიდევ ერთ დაზარალებულთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა რამაც მისი ფსიქიკური ტანჯვა და ცხოვრების წესის შეცვლა გამოიწვია პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის უარგისი კონსერვების მიწოდებისთვის დაკავებული კულას დამფუძნებელი ვანო გოგლიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შემდეგ მან 9 მილიონი ლარი გადაიხადა გოგლიძე თებერვალში დააკავეს ადვოკატის ცნობით ის დანაშაულს არ აღიარებს